სალომე ზურაბიშვილმა და წინააღმდეგობის პლატფორმის წევრი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა დღეს მორიგი შეხვედრა გამართეს, რის შემდეგაც მედიასთან განცხადება გააკეთეს. მათი თქმით, შეხვედრა 26 მაისის საორგანიზაციო საკითხებს და დეტალების ზუსტებას ეხებოდა, თუმცა მედიასთან დამატებით ინფორმაციაზე ღიად არ ისაუბრეს. სალომე ზურაბიშვილი ბრიფინგზე ასევე გამოეხმაურა ხელისუფლების რიტორიკას დასავლელი კოლეგებისა და მათ შორის ელჩების მიმართ, რომელსაც შემაშფოთებელი და დაუშვებელი უწოდა. პლატფორმა გამოხატავს თავის შეშფოთებას, ეს სიტყვა აუცილებელი არის ამ შემთხვევაში, როცა ეხება იმ რეტორიკას, რაც გამოყენებული არის ქართული ოცნების მიერ, ჩვენ პარტნიორების მიმართ. ეს თავდასხმები გერმანიაზე უშუალოდ როგორც ქვეყანა და მის წარმომადგენელზე აქა, როგორც თავდასხმები ევროკავშირის ელჩზე და სხვა თავდასხმები არის სრულიად მიუღებელი, რამე თუ ეს კიდევ უფრო აღმავებს ჩვენ იზოლაციას, რომელიც როგორც ჩანს არის მიზანი ამ ხელისუფლების. დღეს შევიკრიბეთ პრეზიდენტ ზურაბიშვილთან, მორიგი შეხვედრა იყო, სამუშაო შეხვედრა, რომელიც ეძღვნება 26 მაისის მზადებას. ეს არის საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და ის უნდა აღვნიშნოთ ღირსეულად, ეს უნდა იყოს ერთობის დღე, ეს უნდა იყოს სწორედ კიდევ ერთი შესაძლებლობა ყველა ჩვენთაგანისთვის, რომ თქვათ, რომ ვერ წაგვართმევენ დამოუკიდებლობას, თქვათ, რომ დამოუკიდებლობა მოპოვებულია ერთხელ და სამუდამოდ და ეს უნდა იყოს სწორედ ერთიანობის დღე და ეს არის ჩვენი განხილვის საგანი.